ემირატები ისე როგორც ახლა ყურის ყველა ქვეყნისთვის ეს ესეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, იმიტომ რომ რისკი რომ ის რაც დღეს ხდება ირან-ისრაელს შორის გადაიზარდოს დიდ რეგიონულ ომში საკმაოდ მაღალი არის ამ ეტაპზე. ტრამპსაც შეეხება და ამერიკელების პოზიციას ჩემი აზრით ეხა ამ ეტაპისთვისაც კი ალბათობა იმისა რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში საკმაოდ მაღალი არის. პირველი ინსტინქტი და ეს ჩემი ვარაუდი არის. პირველი ინსტინქტი პრეზიდენტ ტრამპის ჩემი აზრით იყო ის რომ სრულად მას ჰქონდა განცდა რომ გარკვეულწილად ხდებოდა ირანის ან რეჟიმის ჩამოსვლა ან მისი შესაძლებლობების სრული განადგურება და აქ მასაც უნდოდა რომ ამაში მიეღო და აეღო კრედიტი და რაღაცნაირად მისი რიტორიკა უფრო ამ მიმართულებით გადაიხარა რომ მან შექმნა ესეთი მოლოდინი რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად იყო ჩართულიყო ფორდოვის რეაქტორის განადგურებაში. ანუ მას ეს არ უთქვია, არ დაუდასტურებია, მაგრამ ნუ აი ეს მინიშნებები გააგზავნა. ეხლა რეალურად რა ხდება? ხო, ანუ რეალურად გიორგი რაც შენ თქვი აბსოლუტურად მართალი ხარ. ისრაელს აქვს პრაქტიკულად უპრეცედენტო დომინაცია ჰაერში. ირანი არასოდეს ისეთი დასუსტებული არ ყოფილა რევოლუციის შემდგომ ან ირან-ერაყის ომის შემდგომ როგორიც ის არის დღეს და აქ თან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ირანი უკანასკნელი 2 ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებით 2003 წლის ერაყის ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის კამპანიის მერე ირანის გავლენები სააგრძნობლად გაიზარდა მთელ შუა აღმოსავლეთში. ხო, ირანმა მოახერხა არაერთ არაბულ ქვეყანაზე დედაქალაქზე დომინირება იქნებოდა ეს ლიბანი, სირია, ერაყი, იემენი თუ სხვა. მაგრამ დღეს 7 ოქტომბრის მერე ესე ხედავთ ირანის გავლენების დაღმასვლას და ნუ პრაქტიკულად ბოლო დღეების კონფლიქტმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ირანს. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა რატო გახდა აუცილებელი? ეს ძალიან მოკლედ რო ავხსნათ, ხო? ერთ-ერთი განცხადებული მიზანი ისრაელის, ან ორი მიზანია განცხადებული, ეს არის ერთი, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობები გაანადგუროს და მეორე, რომ ასევე გაანადგუროს ირანის ბალისტიკური რაკეტების მარაგები და წარმოების შესაძლებლობები. თუმცა ისრაელისთვის რაც არ არის განცხადებული, მაგრამ არის მთავარი მიზანი, არის ამჟამინდელი ირანის რეჟიმის ჩამოშლა, ანუ ქვეყანა მიიყვანოს იმ დონეზე, როდესაც რეჟიმი ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. მე ამასთან დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მე დრო თუ მექნება შევეცდები ავხსნა. იგი ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი აზრი, მაგრამ ჯერ და მე ამაც აი რეჟიმის ჩამოშლას ამერიკელების ჩართულობის მთავარ წინაპირობაზე ვისაუბრო. თქვენ ალბათ აქცენტ იმაზე გსურთ გააკეთოთ, რომ მხოლოდ ამერიკელებს აქვთ და არ აქვს ისრაელს ის სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ძირეულად ჩააღწიოს ბუნკერში და დააზიანოს იმ დონეზე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყოს. ხო, ისრაელს განცხადებული მიზნის შეშლილების სამხედრო შესაძლებლობა არ აქვს. ანუ ეს ფორდოვის რეაქტორი, ნატანის რეაქტორისაგან განსხვავებით, რომელიც არის ესეთი კლდეში ჩაშენებული, თეირანის სამხრეთით არის, საკმაოდ თეირანთან საკმაოდ ახლოს არის რაღაც ღრმად ზუსტი ციფრები არავინ არ იცის, სადაც იწყება 60-90 მეტრიდან და არის ვარაუდი რომ ჩადის რამდენიმე 100 მეტრით ქვემოთ მთაში კლდეში ეს რეაქტორი ჩაშენებული და ერთადერთი ბომბა რომელიც შეიძლება მას მიწვდეს და ეს რეაქტორი გაანადგუროს არის ესეთი ბუნკერის გამანადგურებელ ბომბებს ეძახიან ეს აქვს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის თვითმფრინავების რომელსაც შეუძლია ამ ბომბის იქ ჩამოგდება ესეც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ბიორის თვითმფრინავები. ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩემი აზრით და გადავალ რატო არ მგონია ირანის რატომ მგონია რომ რეჟიმის ჩამოსვლა ამ ეტაპზე გაზვიადებული მოლოდინი არის თუმცა რეჟიმები ყოველთვის მოულოდნელად იშლება ხოლმე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპმა თქვენც ახლა უსმენდი კიდე ერთხელ ხო, ანუ პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ირანის რეჟიმს, რომ უპირობო კაპიტულაცია მოთხოვა. ერთადერთი ჩემი აზრით, ერთადერთი ამ ეტაპზე ინსტრუმენტი, რაც ირანის ხელისუფლებას გააჩნია იმისთვის, რომ შეაკავოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა
არის პრაქტიკულად ამერიკის პრეზიდენტს დაანახოს, რომ ამერიკის ჩართვის შემთხვევაში ირანი ამ კონფლიქტს გადაზრდის ხანგრძლივ კონფლიქტში და ამერიკას მოუწევს შუა აღმოსავლეთში ხანგრძლივი ჩართვა, რაც არც პრეზიდენტი ტრამპის, არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში არ არის. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, ალბათობა იმისა და ამის შესაძლებლობები ირანს გააჩნია, რომ ირანი მიიტანს იერიშებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე რეგიონში. ასევე ალბათობა იმისა, რომ ირანი პრაქტიკულად შეძლებს ჰორმუზის სრუტის სრულ ჩაკეტვას რაღაცა დროით მაინც, რომელზეც ჰორმუზის სრუტა იმითიცაა მნიშვნელოვანი, რომ სოფლიო ეკონომიკის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას, რაც არც ტრამპს აწყობს ამ შემთხვევაში და მესამე გიორგი აქ დავამთავრებ სანამ გადა მესამე რომ პრაქტიკულად უკანასკნელი სამხედრო კამპანიები გვანახებს რომ საჰაერო ოპერაციებით მხოლოდ არათუ ირანის ტიპის ქვეყნის არამედ იემენის ან თუნდაც სირიის ან სუის დამატება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ასეა ნამდვილად და ამიტომაც ალბათობა იმისა რომ პირდაპირ ჩართულობა მოხდება ჩემი აზრით ამ ეტაპისთვის მცირეა, მაგრამ ნახოთ ტრამპი თავისთავად საკმაოდ არაპროგნოზირებად თავად მან თქვა ინტერვიუში რომ შეიძლება ასე ვქნაო, შეიძლება ისე ვქნაო, ეს არავინ არ იცის, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავდა რომ მან მაინც თუ იცის, მაგრამ ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პუტინის რუსეთის პოზიციები უკრაინის ფრონტზე გავლენა, ერთის მხრივ ირანის საგრძნობლად დასუსტება, როგორც მოკავშირისა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავად რუსეთზე და ამ ბოროტების ღერძზე მთლიანობაში, მეორეს მხრივ ნავთობზე ფასების აწევა მაშვალ რგოლად მოევლინება თავად პუტინს მისი ჩამოშლის პირას მყოფი ეკონომიკის ოდნავ მაინც შესამაგრებლად, მაგრამ რას ნიშნავდა პუტინის ზარი და მცდელობა შუამავლის როლი მოერგო ამ სიტუაციაში და როგორ შეაფასებდით ტრამპის მე ვიტყოდი საკმაოდ ესეთ უცნაურ დამცინავსაც კი განცხადებას რომ თუ ძმა ხარ შენს თავს მიხედე ერთი და ეგ საქმე გააკეთე და მერე თუ რამის დავი გაქნება ამაზე იფიქრეო ხო ანუ მე შევატყვე რომ ტრამპის ცინიკური ტონები აშკარად გამოჩნდა უკვე პუტინთან მიმართებაში რაც მანამდე არ გვინახავს და ეს ყველას ჩემი და ალბათ თქვენ ჩათვლით ძალიან გვაღიზიანებდა და გვაღიზიანებს იმიტომ რომ ირანი იქნება თუ ეს სხვა ტიპის მსოფლიო ტირანიები მათთან მიმართებაში მკაცრი საკმაოდ ისეთი ტონით საუბრობს და აი პუტინთან მიმართებაში ძალიან არ გვსიამოვნებს ეს ნაწილი მაინტერესებს რომ შევაფასო და მე მაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა ეხა თვითონ რუსეთს რაც შეეხება ბოროტების ღერძი ახსენე, შეგვიძლია დავარქვათ რაღაც ესეთი რევიზიონისტული აქტორების ერთობას, მოთამაშეების ერთობას, ხო, ანუ დავუშვათ როგორც ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილო კორეა, რომლებიც ამალსა წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის შეცვლას ცდილობენ. რუსეთისთვის ცალსახად ირანის დასუსტება არის დიდი დარტყმა, ისევე როგორც სხვა რევიზიონისტი აქტორებისთვის. ასევე დიდი დარტყმა იყო რუსეთისთვის და უშუალოდ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლა. ჩემი აზრით ასევე მან დაკარგა სომხეთში გავლენები და საკმაოდ შეეზღუდა კავკასიაში ამ მხრივ გავლენები. ეს ყველაფერი, მაგრამ ირანი არის სხვა მასშტაბის მოთამაშე. ამიტომ ირანთან დაკავშირებით რუსეთის დამოკიდებულება დღეს და ეხლა სანამ ეთერში შემოვიდოდი გიორგი ქრისტიან ამანპურთან იყო ჩართვა რუსეთის ელჩი იყო ლონდონში მასთან ჰქონდა მოკლე ინტერვიუ ამანპურს და ესეთი რუსული სტანდარტებითაც ცინიკურ პასუხს სცემდა რუსეთის ელჩი ანუ რას აპირებს რუსეთი ირანში და ამბობდა ერთი ამბობდა შუამავლობას მაგრამ მეორე ამბობდა რომ რაღაც თეატრალური დასების ევაკუაციაში დავეხმარეთ ირანიდან ანუ ძალიან ცინიკური პასუხი იყო ხო ანუ პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი რუსეთის იმიჯი როგორც სანდო პარტნიორის ასევე ესეც ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას იღებს ეხა სამხედრო თვალსაზრისით რამდენად მოახდენს ეს გავლენას რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ამის თქმა რთულია არ ამგონია რომ ამას დიდი გავლენა ჰქონდეს არ ამგონია რომ ეხა ამ ეტაპზე
ირანული შაჰიდები, ანუ ირანული დრონები გადამწყვეტ როლს თამაშობდეს. არა, მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა სწორედ ირანელებს დახმარებით ეს წარმოება რუსეთშივე დაიწყო და დიდი არაფერი გავლენა არ აქვს. უბრალოდ ეკონომიკისა და ნავთობის ფასის მატების პერსპექტივა შეიძლება მოახდინოს. მაგაზე გადავალ, ეგ მნიშვნელოვანი, ეს უფრო მაგრამ გეოპოლიტიკური პოზიციები ირანის იმ შემთხვევაში თუ მოხდა ირანის რეჟიმის ჩამოშლა, გეოპოლიტიკური პოზიციები რუსეთის მნიშვნელოვნად შესუსტება. მოხდება თუ არა ირანის რეჟიმის ჩამოშლა, გიორგი, რუსეთ-ირანს შორის სერიოზული ნდობის კრიზისი გაჩნდება და ეს არაერთხელ უკვე გაჟღერდა ირანელი მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება ნავთობის მათ შორის მაპატიო დავაზუსტოთ მაყურებლისთვის, რომ ეს უნდობლობა უკვე იმის გამოც გაჩნდა, რომ პროცესი მიმდინარეობს და მათ შორის სულ რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში ხელმოწერილ შეთანხმებას სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ფარატინა ფურცლის ფასი აქვს ამ ეტაპზე რუსეთს. რატიფიცირება ახლახანს გაუკეთეს, მაგრამ რეალური ეგ არის რეალური ძალა, როცა აღარ არის, ნუ ფაქტია იქ, რომ ძალას დასავლეთის კოალიციურ შესაძლებლობებს აშკარად ვერაფრით სერიოზულად ვერ უკავშირდებიან. ისრაელმა განსაკუთრებით ეს ძალიან კარგად დაანახა მთელ მსოფლიოს. ხო, მაგიტომ ამბობ, რომ ეს რუსული თვითონ რუსული მასშტაბითაც ძალიან ცინიკური იყო, რომ დასების ევაკუაცია ეხმარებით. თეატრალური დასების ბორდან ჩუკის დასების ძალიან ცინიკური განცხადება იყო ეს მომხდარულად ყურთ. გიგა, ირანთან დაკავშირებით თუ რამე გნებავთ და რაღაც ნატოზე უნდა კითხოთ, მე ელჩი იყავით იქ. კი, ირანთან დაკავშირებით, ანუ ირანის რეჟიმის ჩამოშლა ამ ეტაპისთვის ისევ ამბობ ზოგადად რეჟიმების ჩამოშლა ძალიან მოულოდნელად ხდება ხოლმე, თუმცა რა უშუალოდ ასადის რეჟიმმა 14 წელი გაძლო და საბოლოო ჯამში რამაც განაპირობა ასადის რეჟიმის კი ირანი ეხმარებოდა სერიოზულად, რუსეთი დაეხმარა განსაკუთრებით 2015 წლიდან. მაგრამ რეჟიმების ჩამოშლა იმ პირობებში, როდესაც არის რამდენიმე წინაპირობა საჭირო, ხო? ერთი რომ სრულად რეჟიმმა შეწყვიტოს, ანუ რეჟიმს აღარ შეეძლოს ფუნქციონირება, ანუ ძირითადი რაღაც ესეთი სახელმწიფო ფუნქციების შესრულება. აქედან ირანი ჯერ შორს არის მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგებისა. მეორე არის რომ ადგილზე უნდა არსებობდეს რაღაცა გარკვეული ალტერნატივა, ანუ რაღაცა ძალა უნდა არსებობდეს ადგილზე, რომელიც ამ გარე ბიძგების გამოიყენებს იმისთვის, რომ შიგნით ეს ვითარება შეცვალოს. ესეთი ძალა რეალურად ირანში არ არსებობს. ანუ ირანში რაღაც ესეთი ორგანიზებული ძალა, ორგანიზებული ოპოზიციური ძალა არ არსებობს. მესამე, მაშინ ეს უნდა მოხდეს გარე ინტერვენციით, ხო და წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორც 90 მილიონიან ქვეყანაში ახლა გარე ინტერვენციის დაწყება იქ. ბოლო მომენტი რაც ასევე მნიშვნელოვანია, გიორგი, რომ ზოგადად რაც არ უნდა დაბალი პოპულარობით სარგებლობდეს რეჟიმი, მაშინ როდესაც ხდება ხოლმე ესეთი გარე აგრესიები, როცა ხდება ხოლმე ესეთი დროშის ირგვლივ შემოყრების სინდრომს ეძახიან ხოლმე, მაინც რეჟიმი ახერხებს გარკვეულ კონსოლიდაციას მოსახლეობის მხარდაჭერის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას ეს რეჟიმი მოწონს, უბრალოდ გაცილებით ალყის ეფექტს ეძახიან. კი ბატონო, გიგა, ბოლო კითხვა მინდა და მოკლედ რადგან დრო გვეწურება. ამ თვის ბოლოს ჰააგაში ნატოს მორიგი სამიტია დაგეგმილი და დღეს შევიტყვეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირიბა დაადასტურა კიდეც, რომ საქართველოს არ არის იქ მიწვეული. ეს გავიგეთ საქართველოს ნატოს წარმომადგენლის მხრიდანაც. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მოულოდნელია, მაგრამ ორი სიტყვით როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ზოგადად საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით. დღეს ერთ-ერთი მთავარი საზეიმო ქარდი როგორ დავარქვათ ასე, ადგილობრივი პროპაგანდისტული საშუალებების იყო კონტექსტიდან ამოღებული, ესე ვთქვათ, ფრაზა, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოს პერსპექტივა არ აქვს თუ რაღაც ამის მსგავსი და ნუ აი ეს ტირაჟირება მიდიოდა ამისი, თითქოს ამითი ძალიან ასიამოვნები უნდა იყოს რომელიმე ქართველი, რომელიც თავის ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრობს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? მოვლენების ბუნებრივ განვითარებას, გიორგი, რატო უნდა იყვნენ მიწვეულები, ან რა საქმე აქვთ ნატოს მინისტერიალზე, ან ნატოს სამიტზე, ხო? ანუ
პრაქტიკულად ეს თანამშრომლობა, პრაქტიკულად ჩვენი დასავლური სივრცისგან, დასავლური და ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, ეს არ არის მხოლოდ ნატო, ხო? საქართველოს პრაქტიკულად სრულიად იზოლირებული არის, ხო? საქართველოს პრაქტიკულად დაკარგა მხარდაჭერა ყველა იმ ჩვენი ტრადიციული მოკავშირის რომელიც დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა მიუხედავად იმისა, რა ხელისუფლება ყავდა, ყოველთვის ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში პირველ რიგში, ხო? ჩვენ პრაქტიკულად მოვახერხეთ ესეთი ხანგრძლივი ეროვნული კონსენსუსის სრული შემოტრიალება ჩვენ უგულისხმობ ახლა ამ ხელისუფლებამ. სრული შემოbrunება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური აქტორი იყო საქართველოში, რომელიც ერთმანეთს არ ეთანხმებოდა, ერთ რაღაცაზე მუდმივად მაინც ყოველთვის იყო კონსენსუსი, ვინ იყო მტერი და ვინ იყო მოყვარე და ამათმა ეს პრაქტიკულად თლიანად შემოატრიალეს და ამიტომ ნატოში არ დაპატიჟება ამის ბუნებრივი გაგრძელება არის. პირიქით უნდა გაკვირვებოდა, რომ დაეპატიჟებინათ.